მოგესალმებით ხალხო, დაუბრუნდი და დღეს არის ლა ლიგის ფინალი და ელ კლასიკო ბარსელონა რეალ მადრიდის წინააღმდეგ და გავამხნევოთ ორივე კლუბი, ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია და ჰალა მადრიდ და აბა ვნახოთ რომელი მოიგებს. უბრალოდ დღეს ლამინი ამალი არ ყავს ბარსელონას და გაუჭირდება. და კიდე არსუ ფატი არ ყავთ, ფერმინ ლოპეზი არ ყავთ და ფერარ ტორესი. ასე რომ ვნახოთ სხვანაირ შემადგენლობით რას იზავს ბარსელონა. რეალ მადრიდში კი ყველაფერი მშვიდა და მწყობრშია. აბა ვნახოთ, ბარსელონამ ბურთი პირდაპირ ხელში ჩაიგდო, პაულ ვიქტორი და რეალ მადრიდი დაიბრუნა ბურთი. მაგრამ ისევ ბარსელონამ ჩაიგდო ხელში. დეიანგი, პედრი, პაულ ვიქტორი მიდის იბრძვის, მაინც ვერაფერი ვერ ქნა. აბა დეიანგი, პაულ ვიქტორი მიდი შეტევარ. არაფერი. და აბა პაულ ვიქტორი კიდევ ერთხელ უტევს ტექნიკური ხარვეზი და გადავიდა ბურთი. კურტუა გაანახლებს თამაშს. ხო, აბა ვნახოთ რომელი უფრო მაგარ ბურთებს აიღებს, ტერ შტეგენი თუ კურტუა. კურტუა ჯობია ტერ შტეგენს, მაგრამ ვნახოთ მაინც. რომელი უფრო გმირად გამოიჩენს თავს. და მიდის და ბარსელონამ კიდე ხელში ჩაიგდო ბურთი. კარგად აპრესინგებს ახალი მოთამაშეები და თამაშგარი მდგომარეობა. თამაშგარი რო არა, ეს ალბათ გოლი იქნებოდა. ალბათ. არა კურტუა მიდიოდა ბურთზე. და რა ხდება, გაანახლეს თამაში. ლევანდოვსკის ბურთი აქ. მიდი ლევანდოვსკი არ წაართვეს. და კიდევ რეალ მადრიდია შეტევაზე კი არა, ახლა გადადის. მიდი მადრიდი. და რა ხდება? და ტერ შტეგენმა გამოაცალა ფეხებიდან. არა და რამდენ ხალხში გაძვრა უბრალოდ ვინისიუსი. ლევანდოვსკი, პაულ ვიქტორი. მიდი არა. 32 წუთია და 0-0. და ვარდნა ჯარიმა არ არის. დეიანგი, ლევანდოვსკი. ვერაფერი ვერ ქნა. აბა. ინაკი მარტინეზი. ლევანდოვსკი, მიდი, ლევანდოვსკი შეტევაზე. პედრის პასი და ესპანელმა დრაკონმა გაიღვიძა. პედრი 1-0. აბა რა. ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია, გამხნევეთ. პედრი ჩახვეული გაიტანა. 1-0-ზე დაწინაურდა ბარსელონა. ბარსელონას დრაკონმა გამოიღვიძა პედრი. და ესპანეთის დრაკონმა კიდე. და კიდე ბარსელონა შეტევაზე, მაგრამ წინ გავარდა ბურთი. და პირველი ტაიმი 1-0 მორჩა ბარსელონას სასარგებლოდ. და მეორე ტაიმიც დაიწყო. და ლევანდოვსკი ათამაშებს. დეიანგი მიდის და გაიქცა ბურთი. აბა, რა მოხდება ახლა? აუტი გაათამაშეს. რეალ მადრიდმა. დანიოლმო წაართვეს ბურთი. მიდის რეალ მადრიდი და ჯარიმა წითელი ბარათთან ერთად. არაუჯო. და დაარტყა და ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ დავინახეთ მბაპეს დაარტყა და ტერ შტეგენმა მოიგერია და კიდე ჯარიმა ბარსელონასთვის, კი არა რეალ მადრიდისთვის და ლევანდოვსკი ბარსამ დაიბრუნა ბურთი.
პედრი მიდის პედრი კიდე ჯარიმა და რას შვება შეტევაზეა ჯარიმა ვინისიუსი და რა ხდება რა პენალტი არა როგორც ჩანს დეიანგი მიდის პედრი არ არის ოფსაიდი ლევანდოვსკი კურტუას მოგერიება და კიდე კურტუა ყოჩახ კურტუა შემოვიდა ფერმი ლოპეზი და ფერარ ტორესი გაუადვილდა ბარსელონას საქმე ბარსელონა ძირთადად ესპანელებისგანაა და ბარსელონას შეტევა კიდე ტექნიკური ხარვეზი იყო და რეალ მადრიდმა აახია ბურთი და ბარსელონა შეტევაზე მბაპე ვინისიუსი და ბრაზილიელმა გოლი გაიტანა გაათანაბრა ვინისიუსი რომელსაც ცუდი სეზონი ჰქონდა მაგრამ ამ გოლით მაინც მივუძღვენით და ბრაზილიური გოლი გაუტანა ბარსელონას კარგია ბრაზილიელი იმას აწყავს ბარსელონას და თუ ბრაზილიული გოლით უპასუხებს რეალ მადრიდს ძალიან მაგარი იქნება რაფინია თუ უპასუხებს ლევანდოვსკი პედრი და 2-1 კვლავ წინ გავიდა ბარსელონა კიდევ იგებს და პედრის დუბლით ესპანელი დრაკონის დუბლით ყოჩახ პედრი აპარა ვისკა ბარსა ვისკა კატალონია 2-1 და გაათამაშა რეალმა და რეალი მოდის მბაპე და ბარსელონამ დაიბრუნა ბურთი ლევანდოვსკი წაართვა რეალმა ვინისიუსი და დეიანგმა წაართვა მბაპე და ფრანგის გოლი კილიან მბაპე ათანაბრებს ხალა მადრიდ ყოჩახ მბაპე მბაპე კარგია რომ შეიძინა რეალმა ძალიან მაგარი თქნა მბაპე ძალიან ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია ახლა და ვნახოთ რა მოხდება ახლა რითი უპასუხებს ბარსელონა დამთავრდა 2-2 და ექსტრა ტაიმებში გადავა ეს დრო და იმიტომ რომ უნდა გამოვლინდეს იმის ლა ლიგის გამარჯვებული რეალ მადრიდი განაახლებს თამაშს და პირდაპირ ჩაიგდო ბარსამ ბურთი ლამინი ამალი შემოვიდა რას შემოიტანს ახალს იამალი ლევანდოვსკი დარტყმა კურტუა მეტი დარტყმა აღარ არის და რა ხდება რეალმა აახია კი რა აცალა ბურთი ლევანდოვსკი მოდის პრესინგზე და ბარსამ ბურთი დაიბრუნა გავია პრესინგებს და ლამინი ამალი და რეალის შეტევა და რას იზავს დამთავრდა ექსტრას პირველი ტაიმი და ექსტრა მეორე ტაიმში რა მოხდება ვნახოთ დეიანგი და ხო 4-ში რო არის 4 სექტემბერს საქართველოს თურქეთი თუ გინდათ რომ თვითონ ლაივი გავახმოვანო თან ლაივის წინ ზუსტად დამიწერეთ კომენტარებში თუ გინდათ რომ საქართველოს თურქეთი გავახმოვანო თან პირდაპირ ლაივში და არა ლაივის მერე არამე ეგეთი აბა მითხარით ლევანდოვსკი პედრი კურტუა გამოვიდა პრესინგებს და კურტუას პრესინგმა შედეგიც გამოიღო დეიანგი პედრი
და რა ხდება წაართვა ბურთი და კიდე შეტევაზია ბარსელონა პედრი იამალი და კურტუა გმირია ამ თამაშში და პენალტი ლევანდოვსკის შესრულებით და გოლს გაიტანს და 3-2 ბარსელონა ბოლო წუთებზე დაწინაურდა ვისკა ბარსა ვისკა კატალონია ბარსა აბარა ლევანდოვსკიმ თავისი გოლიც გაიტანა და მე მგონი ლა-ლიგის ბომბარდირით იქნება ამ ტურნირის, იმიტომ რომ ყველა მატჩი გაიტანა გოლები, ის მატჩები და კომენტატორების გარეშე ვითამაშე და ოქროს ბუთსაც მიიღებს და ლა-ლიგის გამარჯვებულია ბარსელონა. კიდევ ერთხელ ვამხნევებთ ვისკა ბარსა ვისკა კატალონია 3-2 ეგეც